პრეზიდენტთან და საპარლამენტო უმცირესობასთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ეკაბესელია აცხადებს, რომ შეხვედრის შესახებ დავით უსუფაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს და მათი მხრიდან კონსტრუქციული განხილვის შეთავაზება ყოველთვის არსებობდა. პარლამენტის თავმჯდომარე სათავის შესახვედრად ამის თაობაზე დასტური არის, დამატები დეტალები დაზუსტება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა თავის განცხადებაში, რომ ის მზად არის დიალოგში ჩაერთოს, თუმცა როდის რა ფორმატში სად ამას თავად პრემიერი გადაწყვეტს. პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს, მას აქვს მუდმივად კონტაქტი საპარლამენტო უმცირესობასთან და დიალოგის ფორმატს ჩვენის მხრიდან წარმოადგენს დღეს დავით უსუფაშვილი. ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი, რომ ჩემთვის გაუგებარია. რატომ უკავშირებს, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო ძალიან კონკრეტულ და მკაფიო ინიციატივას, რომელიც მისი უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, აი ასეთ, ასე ვთქვათ, ფართო თემატიკას, რომელზეც ჩვენ ისედაც ვდადვართ, რომ ვისაუბროთ და ისედაც ღია ვართ, ასე ვთქვათ, დიალოგისთვის უმცირესობას.